მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღეს ერთად მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ქათმის ფილე ბოსტნეული, სხვადასხვა ბოსტნეული გამოვიყენე, რაც მოგეპოვებათ სახში ნებისმიერი ბოსტნეული შეგიძლიათ გამოვიყენოთ, არის უგემრიელესი, ვიტამინებით სავსე, ძალიან ჯანსაღი და ესეთი ფრეში. სტადეთ აუცილებლად და გამიზიარეთ კომენტარებში როგორ მოგეწონებათ. პირველ რიგში ბოსტნეული გავრეცხოთ კარგად. მე მქონდა და გამოვიყენე ორი ფერის ბულგარული წიწაკა, მწვანე და წითელი, ასევე ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, ძალიან ცოტა რაოდენობით მქონდა ყაბაყი, თუმცა როგორც ვახსენე ვიდეოს დასაწყისში, რაც მეტი ბოსტნეული გექნება და სხვადასხვა სახეობის, უფრო გემრიელია, უფრო კარგია, უფრო ჯანსაღია. ქათმის ფილე დავჭერი გრძელ ნაჭრებად და ცოტა ხნით მოვათავსე სოუსში, რისთვისაც გამოვიყენე სოიოს სოუსი, პაპრიკა, ასევე სვანური მარილი და შემდეგ ცოტა ხნით მოვათავსე მაცივარში. თუმცა როცა დრო არ გვაქვს ხოლმე, ხანდახან ისიც ხდება, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ტაფაში უკეთებ ამ ყველაფერს, ასე რომ არც ეგ არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ცოტა ხნით თუ გავაჩერებთ, უკეთესია. შემდეგ ყველა ბოსტნეული დავჭერი, ზოგი მოგრძოთ, ზოგი ცოტა დიდ ნაჭრებად, ეს თქვენზეა დამოკიდებული და გემოვნების ამბავია და გადავიტანე ტაფაში, სადაც მოვშუშე, ჯერ ხახვი, ცოტა კარგთან და ზეითუნის ზეთთან ერთად და დავუმატე შემდეგ უკვე რიგრიგობით ბოსტნეული იმის მიხედვით, რამდენი დრო ჭირდება მოსათუშად. ამ კერძის მთავარი ხიბლი და სიგემრიელი და ჯანსაღი არის ის, რომ დიდი ხნით არ უნდა მოვშუშოთ, ყველაფერს უნდა მაქსიმუმ 3-4 წუთი ჯამში, იმიტომ რომ უნდა იყოს როგორც ცოცხალი ბოსტნეული ისე და უფრო გემრიელი გამოდის და ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც როგორც გითხარით. სცადეთ აუცილებლად. კაია, მოგეწონა? მაგარი.